ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სწავლა განახლდა TBC ტექ სკოლაშიც. ხუთი წარმატებული სემესტრის შემდეგ, რომელსაც ჯამში 3200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ახლა უკვე შემოდგომის სემესტრზე დაიწყო უფროს კლასელების რეგისტრაცია. TBC ტექ სკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დაეუფლონ ტექნოლოგიებს. აი ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან სრულად უფასოდ შეისწავლონ. რეგისტრაცია 16 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რა შესაძლებლობებს აჩენს TBC-ის ტექ სკოლა და რას ასწავლიან უფროს კლასელები? რას ისწავლიან უფროს კლასელები? მალე გვასწავლიან კიდევაც, ჩვენპარება ეს ძალიან მალე მოხდება. ამას ყველაფერს ჩვენი დღევანდელი სტუმრებისგან მოვისმენთ. მოხარული ვარ უმასპინძლო ალექსანდრე მაყაშვილს, საქმიანი საზოგადოება იცნობს, რომ ის TBC-ის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელია და უმასპინძლობთ ანა კვაჭანტირაძეს. ანა, გახლავთ TBC-ის ტექ სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული და ალექსანდრეს მწყობრი მონაყოლის გარდა, ვინ თუ არა მისი მონაყოლი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ დღეს გადასაცემად უფროს კლასელებისთვის და ჩვენი საქმიანი საზოგადოებისთვის. დილომშვიდობის და თქვენ და მადლობა მომხდარებისთვის. როგორ ემზადებით, აბა? როგორ იქუქებით წლევანდელი სემესტრისთვის, საშემოდგომო სემესტრისთვის, ხო? მე-6 სეზონია. მემზადებით ძალიან პოზიტიური განწყობით, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ეს კურსები სულ უფრო პოპულარული ხდება და ნამდვილად. ეს ამას გვაჩვენებს ის, რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი სტუდენტი ბრუნდება და ვთქვათ, ახალ კურსებს იღებს ხოლმე, ანაც ერთ-ერთი მაგალითია ამის და უკვე როგორც თქვენ თვითონ თქვით 3000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო ამ კურსების გავლა და ფიქრობთ, რომ ძალიან მალე შეივსება კი არის 28-ის ჩათვლით, მაგრამ მგონია, რომ ერთ კვირას არ დაჭირდება შეივსოს. უნდა იჩქარონ, ვისაც სურვილი აქვს და ინტერესი და იჩქარონ. რიგითობას აქვს მნიშვნელობა. ესე იგი არ არის მხოლოდ 16-28-მდე. ხო, ამაჩქაროა. საჩქაროა. დღეს უნდა შევიდნენ. და გახსნილია, ხო? კი ბატონო. ყველაფერი. უკვე შეუძლიათ საიტზე და სოციალურ ქსელებში ნახო, ხო? ყველაფერი ინფორმაცია საჭირო. TBC-ის ვებგვერდზე არის და შეუძლიათ რომ შევიდენ იქ თაცალკე სექცია გამოყოფილი და შეუძლიათ რომ იქნა შევსო. კაი, სიახლეები რა არის წელს და რა არის ის, რაც შეგიძლია დაანონსოთ აი ამ სემესტრის ფარგლებში? ხო, ერთი სიახლე ისაა, რომ მოკლედ წინა სემესტრში ჩვენ დავამატეთ ხელოვნური ინტელექტის შესავალის კურსი, რომელიც ძალიან მოგვეწონათ ჩვენს და მოსწავლეებსაც და ეხლა მაგ კურსაც განვითარებთ, მაგრამ პლუს მაგისა დანარჩენ სხვა კურსებზეც დავამატეთ მოდულებივით, რომელიც აი თქვა მაგალითად გრაფიკულ დიზაინს სწავლობ, ფრონტ-ენდს თუ მობილური აპლიკაციების კეთებას, ხელოვნური ინტელექტის როლი რა არის და მოკლედ როგორ შეიძლება რომ გამოგადგეს, ეგ კომპონენტი ყველა კურსს დაემატა. ეგ პრინციპში ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფერში მაგაზე არის საუბარი, რომ თქვათ ხელოვნური ინტელექტი როგორ დაგვეხმარება, ან თქვათ როგორ შეიძლება რომ განავითაროთ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ჩვენ პროფესიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და ჩვენ თვლით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეხეუფლებიან პროფესიას, ყველა არსებული პროფესიონალებიც მაგ კუთხით უნდა სწავლობდნენ თავის პროფესიას, რომ ხელოვნური ინტელექტთან ერთად როგორ განვითარდებიან. იმედია რომ ერთად და არა არ ჩაგვანაცვლებს, მაგრამ ეგ სხვა თემა. მაშინ უკვე გადავიდეთ კითხვით თუ რატომ დაინტერესდი TBC-ის აი ამ ტექ სკოლით. გიორგიმ როგორც აღნიშნა, ალბათ შენგან ეს გამოცდილების გაზიარება უფრო საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს რომ მე-6 აი ამ საშემოდგომო ნაკადის მონაწილეები იყვნენ. კი ბატონო, ესე იგი მე ბავშვობიდან ძალიან მეყვარდა ეს კომპიუტერები, რა თამაშები, ესა, მაგრამ ტექნოლოგიები კი, ხა ისეთ თაობაში ვარ დავადებული და გაზრდილი, რომ ლოგიკური არის, კავშირი მაქვს ამ ტექნოლოგიებთან და თან მამაჩემი ამ სფეროში არის და იმასაც რომ უყურებდი რაღაცნაირად მეც მინდებოდა და რაღაც ალბათ მე-9 კლასში ვიქნებოდი, რომ გადავწყვეტე, რომ უნდა დამეწყო ხა რაღაცა სწავლა და შემოგამიზიარა ეს კურსები და რომ ძახე, ზუსტად ის ჩამონათვალი იყო, რაც მე მჭირდებოდა რეალურად. იმიტომ რომ ზუსტად ის თემები იყო, რაც მე მაინტერესებდა. თან არჩევანი მქონდა, რომ რაღაცა არ იყო მარტო ეს ერთი კურსი, რომ აი მაინდა-მაინც ეს უნდა ვისწავლო, ხო? პირველი ავირჩიე რაღაც მობილური აპლიკაციების შექმნის კურსი და რომ მომეწონა დავინტერესდი და
პირველი კურსი დაამთავრე, მე გადავედი პითონის კურსზე და ახლა იყო გავიარე მესამე კურსი უკვე ხელოვნური ინტელექტის შესავალი, რაც რა ვიცი, მართლა იდეალური იყო და აი მართლა ყველას ვურჩევ რომ ეს კურსი გაიაროს, იმიტომ რომ ისეთი თემა არის თან ხელოვნური ინტელექტი, რომ მომავლის პროფესია არის რეალურად და აი აბსოლუტურად ყველაფერში გჭირდება ხელოვნური ინტელექტი და ერთია რომ გასწავლიან როგორ გამოიყენო და რაღაცა თვითონ მის ისტორიასაც შეისწავლო და შენ თვითონ შექმნი რაღაცა პატარა შენივე ხელოვნური ინტელექტს, რაც შეიძლება შენ სასიკეთოდ გამოიყენო ან რაღაცა შენ თუ რამე გჭირდება, შენ თვითონ შექმნი შენივე აპლიკაციას, რაც ძალიან საინტერესო არის. ანა, შენგან კიდევ დამატებით საინტერესო იქნება იმის მოსმენაც მოსწავლეებისთვის, როგორ უთავსებდი აი მაგალითად სკოლის გრაფიკს აი ამ კურსებს, რამდენად დიდი დრო გჭირდებოდა კურსებზე, როდესაც TBC-ის ტექ სკოლაში დადიოდი და შემდეგ უკვე რაში გამოგადგა და თვლი რომ გამოგადგება, რაც ოდნავ შეიძინე. შეთავსება პირადად ჩემთვის რთული არ იყო, თან რო შეხოთ ახლა სარეგისტრაციო ემაზე, იქვე შეგიძლია აირჩიო შენთვის სასურველი განრიგი. ჩამოთვლილი არის ხოლმე, რომელ საათზე იქნება და რა დღეებში და მაგის მიხედვით, რა თქმა უნდა, შეგიძლია რომ მოარგო ამ შენივე სკოლის გრაფიკს და მე უკვე აი კვირაში 2 ლექცია გაქვს და თითო ლექცია არის 2 საათი და ეს დავალებებიც არ არის იმდენად რთული, რომ ვერ გააკეთო ხო ლექციიდან ლექციამდე. და დიდ დროს არ მოითხოვს. არა, ძალიან დიდი დრო არ დაგჭირდება. თუ ნელ-ნელა ყველაფერს მიყევი, აი პირველი ლექციიდან 20 ლექცია ხო არის სულ. პირველივე ლექციიდან თუ არც ერთი ლექცია არ გამოტოვე და ყველა ლექციაზე შენ დავალება გააკეთე და არ ჩააგდე, მაშინ საერთოდ არ გაგიჭირდება იმ ფინალური პროექტის გაკეთებაც კი, იმიტომ რომ ესე ნელ-ნელა და მე ყველაფერი თავისით გაკეთდება და საერთოდ არ არის ესე რეალურად რთული, რომ ყველაფერი შეათავსო თუ მოინდა მე. ანუ საშესაც ალექსანდრესაც ვკითხავ ამ ამბავს. ხო გაიყავა გასა. შეგათ მოდი. და ვილაპარაკოთ ეს თემებზე. რა მაინტერესებს? თაობაში ამბავი როგორ ტრიალებს, როცა აი ამ ტიპის კურსები და შესაძლებლობები ანონსდება. ნახე, 3200-ზე მეტი მონაწილე შემისწორეთ რომ მეშლება. მე მგონი ესე არის ხო ამ ნაკადებისაო 3200-ზე მეტი მონაწილე ეს არ არის რაღაც სოციალურ ქსელებში რეკლამიდან მოსული ხალხი. ანუ მე უფრო მაინტერესებს თაობა როგორ ითვისებს ამას ყველაფერს ინფორმაციას და შემდგომ ინტერესდება. საკუთარ მაგალითზე გავიგე. რაც მოყევი. მშობლების ამბავია, ჯანმრთელობა და ბარაკა მაგათ და მეტი ესეთი ამბები, მაგრამ სხვა დანარჩენებში ეს როგორ ტრიალებს? სხვა დანარჩენებში ერთმანეთის ამბავია უფროვანი თუ აი როგორ საიდან იგებენ ესეთი ინფორმაცია? ანუ, როდესაც მაგალითად მე გავიარე რაღაცა კურსი და ძალიან მომეწონა, ხო? რა თქმა უნდა, ჩემ მეგობარს გავუზიარებ, რომ იქნებ და მასაც მოეწონოს, იმიტომ რომ მე რო კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, შეიძლება ისიც კმაყოფილი იყოს და რა ვიცი, რომ კარგი არის მართლა და რაღაცა კარგ პროექტში მინდა რომ მონაწილეობა მიიღოს, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი არის, რა თქმა უნდა გავუზიარებ მას მაგალითად, ჩემდაც გავუზიარე ეს კურსები და მანაც გაიარა გრაფიკული დიზაინის კურსი და ეს თვითონაც კმაყოფილი და ჩემიც კმაყოფილი ვარ და შენ დაწეთყვის ვიღაცას? ხო, ჩემი დაწეთყვის ვიღაცას და ესე ნელა ცელდება ყველგან კი. ეს მზარდობა, რაც იმას ვქენი, რამდენად არის ეს? ამას როგორ აღრიცხავთ ალექსანდრე და რა ხდება? მონაწილეები? მონაწილეები, ხო, ჩვენ ანუ TBC-ში ტოტალი ვიცით 3200-ია. და იგივე რაოდენობა აქვს მეტნაკლებად, ანუ რა თქმა უნდა იქ არის პატარა განსხვავება, მაგრამ სემესტრის პარალელში. სემესტრი, იმიტომ თქვა გვაქვს კონკრეტული რაოდენობა კურსების, ლექტორების და მაგრამ ხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის, უფრო და უფრო ნაკლები დავარქვათ ასე რეკლამით. თავიდან არ ვიცოდით ხეს ონლაინ კურსები, თქვა რამდენად პოპულარული იქნებოდა. ამიტომ როგორც გვჩვევია ხოლმე ცოტა ნამეტანი მოგვივიდა კომუნიკაცია და მოვიდა ძალიან ბევრი ხალხი და მე მივხვდით რომ რეალურად ეს თავისით ვრცელდება ხა როგორც ანა მოყვა და დღესდღეობით უკვე კი თქვა თქვენთან მოვდივარ სტუმრად კიდე რაღაც რამოდენიმე მაგრამ აი ესე რა თქვა აი ძალიან აქტიური რეკლამა გქონდეს ეგრე ძალიან სწრაფად ისე თავისით მაინც ადამიანები მოდიან ანუ რაიმე განსაკუთრებული წინაპირობა რეგისტრაციას არ ჭირდება, ხო, ალექსანდრე, როგორც ახლა ანამაც აღნიშნა, ძალიან მარტივი არის სურვილებისთვის რეგისტრაცია. ცოდნა არ ჭირდება, ტექნიკური, თქვათ იმ საგნის, რის სწავლაც ადამიანს უნდა, ჭირდება მონდომება, დროის დათმობა, იმიტომ რომ იქ არის ხოლმე რაღაც დავალებები, ეგ დავალებები რეალურად ცხრილავს იმ
აპლიკანტებს, ვისაც უბრალოდ უნდათ რომ აი რა ვიცი, შევაგდებთ და ნახოთ დამიძახებენ. ხო. ანუ რჩებიან ის ადამიანები, ვინც ამაზე მართლა დროს ხარჯავენ, ინდომებენ და ნუ მე მანდ უკვე როგორც თქვი, რიგითობასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხანდახან უბრალოდ ერთი ხარისხის ძალიან ბევრი აპლიკანტი მოდის და პლუს რა თქმა უნდა იმ დავალებების შესრულებას, რასაც ჩვენ ვითხოვთ. ხა მაგაზე უფრო მეტის მოთხოვნა თავიდან შეუძლებელიც არის, იმიტომ რომ ათასობით როცა არის აპლიკანტი, ძნელია რა თქვა რაღაცა უფრო სიღრმისეული დავალება მოთხოვა. მადლობა დიდი და წარმატებები. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებები ალექსანდრე მაყაშვილი, TBC-ის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი, წარმატებები ანა კვაჭანტირაძეს, TBC-ის ტექ სკოლის კურსდამთავრებული.